ასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით გადაცემის ამ ნაწილში ჩვენი სტუმრები იქნება გიორგი ანთაძე, Geocase-ის მკვლევარი, ნოდარ ხაშურა და სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი. მოგესალმებით ბატონებო, მადლობა გადაცემაში მოჩვევის მოგზავნებისთვის და ნუ თქვენ ძირითადად მოგიწვიეთ უკრაინის თემაზე სასაუბროთ, იმ ცვლილებებზე, რაც ხდება ამ მოლაპარაკებებში, ან ვერ ხდება ეს ცვლილებები, თუმცა დღესდღეობით განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი რამ შეცვალა, ამიტომ მინდა რომ ვიდრე უკრაინაზე გადავალ, მოკლედ გთხოვოთ ამ მოვლენების კომენტირება და შემდეგ გადავიდეთ უკრაინის თემაზე. გიორგი, თქვენგან დავიწყე. ბატონო, ერთ სიტყვაზე გამოგეკიდებ ესე ვთქვათ, შეცვლით არ ამგონია. ამ მოვლენებს რაღაცა შეეცვალეთ, გარდა იმისა, რომ დღის წესრიგი შეეცვალა. იმიტომ რომ ჩვენ და სამწუხაროდ ეს ყველაფერი რაც ხდება, არც დღეს არ დაწყებულა და აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო. მოსალოდნელია, რომ მომავალშიც გაგრძელდება და დიდი ალბათობით, ასე ვთქვათ, იმ პირთა და ორგანიზაცია და წრეც გაფართოვდება, ვისაც ასე ვთქვათ, ესეთი ფაქტები შეეხო. იმიტომ რომ თავისი არსით იმ ბუნება რა სისტემასაც აყალიბებენ, როგორც აი ესეთ მეთოდური სახელმძღვანელო, ისე მიყვებიან ნაბიჯებით ყველა იმ ასე ვთქვათ, რაღაც ღონისძიებას, რაც გვინახავს იმ ქვეყნებში, რომლებშიც ყოფნა ძალიან არ გვინდოდა. და აბსოლუტურად რადიკალურად საპირისპირო საგარეო პოლიტიკა ჰქონდა ამდენი წლების განმავლობაში, რომ მსგავს ქვეყანაში არ გვეცხოვრა, სადაც შეზღუდული არის სამოქალაქო საზოგადოება, შეზღუდული არის თავისუფალი სიტყვა, აზრის გამოთქმა, ოპოზიციური აზრი, ოპოზიციური გაერთიანებები აკრძალულია და ასე შემდეგ რა. და ძალიან სამწუხარო არის, რომ აი ჩვეულებრივ ყოფიერებაშიც კი ახლობლებს, ვისაც ვესაუბრებით, ვისაც საკუთარ ტყავზე გამოცადა ეს ბელორუსიდან გამოქცეული თუ რუსეთიდან, ხო, ძალიან აგონებთ დღევანდელი სიტუაცია იმას, რასაც ისინი დაახლოებით 10 წლის წინ და უფრო იქით უყურებენ საკუთარ ქვეყანაში და უბრალოდ აგრძელებს ხელისუფლება ყველაზე უარესი სცენარი სიარულს, რაც მე დარწმუნებული ვარ, კარგს და სასიკეთოს არც ქვეყანას არ მოუხავს ჩემ და სამწუხაროდ და სავარაუდოდ არც მათ. უბრალოდ ალბათ დროის ამბავია ეს ყველაფერი. ებაგო, ნოდარ, ჩვენ რას ვიკავ? გიორგის მოგესალმებით, მესალმებით ლამაყურებელს. აიცი ჩვენ ამაზე გვისაუბრია გიორგისთან ერთად და ჩვენ სამწუხაროდ ეს მოვლენები არ არის. მივდივართ იქ სადაც მივდივართ დიქტატურისკენ და სანამ ფეხბურთის თამაშზე მეტი ადამიანი დადის როგორც ფეხბურთის ფანს შენ არ გსაყვედორო ფეხო ლაპარაკობთ რამ სანამ ფეხბურთის თამაშზე მართლა სომხეთთან ფეხბურთის თამაშზე მეტი ადამიანი მივიდა ვიდრე მიტინგზე სადაც ქვეყნის պետი წყდება ხო? და აფერი არ გვეშველება. აი ესე გაგრძელდება და ისე აღმოჩნდებით ბელორუსიაში ძალიან გვიან იქნება. ან შენ ასე პესიმისტურად ხარ განწყობილი? ამ ეტაპზე კი. თუმცა ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით მე ვერ ვხედავ რამ უნდა გამოიწვიოს ეს ცვლილება. თუმცა იმას აბსოლუტურად არ ვამბობ, რომ ეს არ მოხდება. რომ ჯერ არ ჩანს. ეს არის პრობლემა და დროში გაწელვადია ეს ყველაფერი, რაც უყურებ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ ჩვენ ყველამ და ეს ჩვენი ბრალია რა თქმა უნდა. ამ ეტაპზე საჭიროთ ხალხის მობილიზება, ალბათ დავაკელით რაღაცა, ვერ ვიმუშავეთ სათანადოდ და აქედან გამომდინარე ქართული აზრობა აგრძელებს კი გარე ლეგიტიმაციის პრობლემას და ლეგიტიმაცია, მაგრამ ძალაუფლებაში არიან de facto. ხო და სანამ ძალაუფლებაში იქნებიან, ყოველდღე იქნება უარესი, ვიდრე წინათ. აი ესე მარტივად არის საქმე. ასე ეს ამ თემაზე მინდა შენც კითხო, შენც ესეთი პესიმისტური დამოკიდებულება. მე მგონი ხა ეს პესიმისტური ერთი მხრივ შეიძლება პესიმისტური და რეალისტური რა თქმა უნდა, ოცემულობაა, რომელსაც უნდა თვალი გაუსწოროთ, ხო? ეს არ ეხება მარტო სამოქალაქო და რაღაც პოლიტიკურ სიტუაციას ქვეყანაში. მე დარწმუნებული ვარ, თუ ეს კურსი გაგრძელდება, ნელ-ნელა ეკონომიკური სიტუაციაც აისახება ეს ყველაფერი, ეს არის ძალიან სამწუხარო ყველაფერთან ერთად. ანუ ის ეკონომიკური სტაბილურობა, რაც ასე ვთქვათ, ასე თუ ისე ჯერჯერობით არის, მე დარწმუნებული ვარ, თუ ესე გაგრძელდა, იმიტომ რომ გარე ლეგიტიმაცია, ის ფაქტორები, რაც მოქმედებენ ამაზე, ხო, საერთო გარემოში, სადაც ეკონომიკა უნდა განვითარდეს, ჯერჯერობით, არ ვიცი, პირობითად 10 პუნქტიდან 7-8 პუნქტი არის უარყოფითი დემოკრატიის ხარისხი, პროცესები, პოლიტიკური ფონი, ლეგიტიმაციის საკითხი, სასამართლო სისტემა არ არსებობს ქვეყანაში, არ ვიცი, რომელი ბიზნესი უნდა დაინტერესდეს ან ინვესტორი ესეთ ქვეყანაში ფულის ჩადებით, ხო ხდება მთლიანი ბუკეტი გვაქვს, რომლებიც სულ უფრო და უფრო მწვავდება და
აქ მე მგონი ხა პესიმიზმზე არ არის საუბარი. ჭიქა ნახევრად სარეალეთო ნახევრად სავსე არის. ამ ეტაპზე გვაქვს ეს რეალობა. მე სამწუხაროდ ვერც პოლიტიკურ ასპექტში ვერ ვხედავ იმის ენერგიას და ძალას, რომ რაღაცა გარდამტეხი ცვლილება შეიტანოს. მე ვფიქრობ, საერთოდ ბოლო 10 წლის განმავლობაში და პოლიტიკური ცხოვრება როგორც მიდიოდა. ორივე მხარის დამსახურება დღეს რო აი ამ კონდიციაში მოვედით, როგორც საზოგადოების, ისე რა თქმა უნდა, დიდწილად პოლიტიკურ სპეცს, მათ შორის ოპოზიციისაც, იმიტომ რომ აი ამ პოლიტიკური კლასის აი ესეთი მოდი პირდაპირ ვთქვა დეგრადაცია, რაც აი ამ 10 წელიწადში მოხდა, აი ყველა ამ აქტორის რაღაცა ერთობლივი ეს არის რა ქვია მოღვაწეობის შედეგი და ჩვენ სამწუხაროდ ჯერჯერობით რაღაცა რეალისტური ის ვთქვათ ცვლილების იმპულსი არ ჩანს. ასე რომ მე ვფიქრობ, უბრალოდ ეს არის რეალობა, რომელიც ჯერს ძალიან კარგი შედარება მოიყვანა ნოდართან, ხო? ნოდარმა, ოდესაც მართლა რეალურად არა მარტო ფეხბურთზე ნებისმიერ რაღაცა ესეთ გასათო ღონისძიებაზე უფრო მეტი ხალხი არის გამოსული, ვიდრე იქ სადაც უნდა იდგეს დღეს, ხო? აპროტესტებდეს. მაგრამ თავის დროზე როცა პიკში იყო, ხა გაცილებით მეტი ადამიანი იყო, უბრალოდ ხა 150 დღე ამდენი ადამიანი ალბათ ვერ იდგება, ხო? გასაგებია ეს არ ნიშნავს კიდევ ერთხელ ეს აპროტესტო ასე თქვა განწყობა რამენელად ეს სახლებში დაგროვდება. და როგორც წესი ისტორია იმასაც გვაჩვენებს სხვა ქვეყნების გამოცდილება, რომ მე ესეთი დაგროვილი წყენა და ბრაზი ხშირ შემთხვევაში ძალიან ცუდად იხეთქავს ყველაზე მოულოდნელ ამოხეთქავს ყველაზე მოულოდნელ მიზეზით და ადგილას ხოლმე. ამიტომ ამაზე მე ასე თქვა ქართული ოცნების წევრებსაც დაფიქრებისკენ მოუწოდებდი, იმიტომ რომ უცხოური პრაქტიკა და მაგალითები მე ძალიან მძიმე სცენარებს კარნავს. გასაგებია. და გადავიდეთ იმ თემაზე, რა თემას გუშინ დავგეგმეთ, თქვენთან სასაუბროთ, ეს არის უკრაინის განვითარებული მოვლენები. ჩვენ ვხედავთ, ტრამპი ამბობს, რომ ეს კვირა იქნება გადამწყვეტი. უკრაინის ამ შვიდობის შანსი რამდენად არსებობს იმ გეგმით, რომელსაც ტრამპი მიყვება თქვენი აზრით? ნუ როგორც ჩანს, ყველაფერსაც ვადენებ თვალს, ალბათ ნაკლებად სავარაუდო. შეიძლება რაღაც შეთანხმება მიიღწეს, რომელიც მე მალევე დაერღვევა. როც მიიღწეს ეს შეთანხმება, იმიტომ რომ მე ვერ ვიჯერებ, რომ პუტინის რუსეთი თავის სტრუქტურით და თვითონ პუტინის პატიოსნად აპირებენ რაიმე ხელშეკრულების შესრულებას. აქ ძალიან რთულია გაიხსენო ისეთი ხელშეკრულება, რომელიც რუსეთს დაჭირდა და არ დაარღვია. მხოლოდ ის ხელშეკრულებებს არ აღვევს, რომელიც არ ჭირდება. ეს არის. მეორე თემა რაც არის, ეს არის რომ ძალიან გაუგებარია რა იქნება საგანი ამ ხელშეკრულების. ხო, ნუ რაღაც ზოგადად ცეცხლის შეწყვეტაზე რუსები ხონა წინაპირობა დააყენეს, რომ ჩვენო გარანტიები გვინდაო, რომ ეს დრო არ იქნება გამოყენებულიო. ანუ მაშინ უკრაინას იარაღი აღარ მიცეთო, ხო? ანუ ამ წინაპირობას გამოდია, რასაც ევროკავშირი არ დათანხმდება თავის. ამიტომ არის ფაქტორები, რომლებიც რთულს ქმნის ამ ხელშეკრულებას, მიუხედავად ტრამპის ამ ესე ვთქვათ ენერგიული ჩარევისა, რომელმაც ამ ეტაპზე პოზიტიური შედეგი ჯერ ვერ მოიტანა. ჯერჯერობით რაც მოიტანა, ეხლა თვითონ უკვე დაიწყო წუწონი, რომ აი ამათ არ უნდათ, ეხლა და ჩვენ საერთოდ გავალთ. ხო, ნუ ტრამპისთვის აბსოლუტურად მისაღების სტილია, რომ რაღაც საკეთებს არ გამოუვა და მიაგდებს ხოლმე, ეს არაერთხელ გაუკეთებ ეგეთი რაღაცა. აჟიტის კედოს რო აშენებდა მექსიკასთან, იმისი არ იყოს. ხო და ეს დაახლოებით იგივე არის ეს თემა მისი გაგებით რო გამოვა, მაშინ წარმატე ნობელის პრემიას ავიღო. არ გამოვა დაუბრალე პუტინ ზელენსკის ვისაც გინდა და გავალ რა და ნუ უფრო მეორესკენ იხრება ვიდრე ნობელის პრემიისკენ. აი, წარმოვიდგინოთ, ეხლა ამერიკის გასვლა ამ ყველაფრიდან ეს რა შედეგს მოიტანს? ნუ ამერიკისთვის რა შედეგს მოიტანს, უკრაინისთვის რა შედეგს მოიტანს? გასვლას რას ვეძახით, გააჩნია. თუ გასვლა არის უბრალოდ მოლაპარაკებიდან გასვლა, ეგ დიდი არაფერი, მაგრამ თუ გასვლა არის, გასვლა რომ დახმარებას უწყვეტავს უკრაინას და არაფერს აღარ აძლევს, დაუმძიმდება სიტუაცია, რა თქმა უნდა, უკრაინას. ამერიკა ძალიან დაიზიანებს ამით იმიჯს და იმიჯის საერთაშორისო ურთიერთობაში ძალიან ბევრს ნიშნავს. ანუ ეს ხო ჩვენ რაზე ვსაუბრობთ? რასაც ტრამპი ამბობს პრიმიტიულ რაღაცებს, რომ აი ჩვენ ეკონომიკური ურთიერთობა გვაქვს აწყობილი სხვა ქვეყნებთან, რომელიც ჩვენთვის წამგებიანია, ციფრებში გადაყვანილი ეს მართალია. თუმცა ტრამპი ვერ თვალისწინებს იმას, რომ ეს ცივი ომის დროს ესე სტრუქტურების სპეციალურად შექმნა ამერიკამ თავის პარტნიორებს მომგებიან პირობებზე გაუკეთა ურთიერთობები იმისათვის, რომ თავისი გავლენა გაეძლიერებინა. ეხლა პარტნიორს რა უნდა მოუხერხო, მაგალითად თუ არ გიჯერებს. ეხლა ბრიტანეთმა რა უნდა უყოს საფრანგეთს თუ რაღაცაში, ან ავსტრალიას, ეხლა ეს სავაჭრო და ეს სპეციალური ურთიერთობები იმიტომ ქონდა, რომ ყოველთვის
მასზე იყო ნაწილობრივ დამოკიდებული ეს ქვეყანა, იცოდა იმ ქვეყანამაც ეს და ამიტომ მიყვებოდა სხვადასხვა საერთაშორისო პოლიტიკურ კურსში ამერიკას. ყოც არა, მაგრამ ძირითადად ეს სპეციალ დოლარის თელი დასუსტებამ და ოქროს სტანდარტიდან გამოსვლა თელი სტრუქტურა, სპეციალურად ამერიკელმა რაღაცა რომ პოლიტიკური დივიდენდები მოვა. და ტრამპი აპირებს რომ გაანახდოს, გააკეშაუთოს პოლიტიკური მათ შორის რუსეთთან მიმართებაში და ხა მოკლევად შეიძლება რაღაცა ფული დაზოგოს რაღაცა, მაგრამ ძალიან დიდ რაღაცას ჩამოშლის რა, რაზეც არის უკვე ეს ჩამოშლის სტრუქტურას, რომელიც აი პრეზიდენტ ეიზენჰაუერიდან დაწყებული 50 წლიანობიდან ამერიკა ძალიან ნელა და მოთმინებით აშენებდა ბევრ ქვეყანაში და რა ვიცი, ჩვენ გვეგონა რომ აქამდე არ მივიდოდა, მაგრამ ნუ აი ყოველი შემდეგი დღე გვანახებს რომ რას ამბობ. შეიძლება ასე რა. აქეთაც დიდი ოპტიმიზმის საფუძველი არ ვარ. გიორგი, შენ როგორ ფიქრობ, რა შეიძლება როგორ შეიძლება დასრულდეს ეს ამბავი ამერიკის გასვლით თუ რაღაც შეთანხმება მაინც შეიძლება შედგეს? პროგნოზს ვერ გავაკეთებ, აბსოლუტურად ვიზიარებ, იმიტომ რომ არანაირი რეალური ნიშანი არ არის იმის, რომ საერთოდ რამე გადაწყვეტილებისკენ მიდის პროცესი. მე ვფიქრობ, რომ არც რუსეთი არ აიღებს დარწმუნებული ვარ ამაში, ყოველ შემთხვევაში სანამ ეს რეჟიმი იქ, სანამ ვლადიმერ პუტინი არის ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მისთვის არის ეგზისტენციალური ისტორიული პროცესის ქვაკუთხედი უკრაინის საკითხის მის სასარგებლოდ გადაწყვეტა. ამისთვის ეს არის all-ins ჩამოსულა, იფსონს რო აკეთებენ. პოლიცია ზუსტად ეგაა გაკეთებული, ამიტომ მე მეცაც უკვე არათუ ომი დასრულებისა მიმდინარეობა და ცეცხლის შეწყვეტა, რომც უკრაინისთვის ასე ვთქვათ მეტნაკლებად სასარგებლო პირობებით რაღაც შეთანხმება შედგეს და პირდაპირ როგორც არ დაარღვევს, რუსეთმა დარწმუნებული ვარ იმ ახალ მშვიდობაში, რაც უკრაინაში დამყარება აუცილებლად გააგრძელებს ხელისცეცებას და პოლიტიკურ და ყველანაირი მეთოდის გამოყენებას, ისე რომ ააყირაოს ადრე თუ გვიან რუსეთში როგორც მინიმუმ ან პრორუსული ან რაღაცა ნეიტრალური ხელისუფლება მოიყვანოს, ან კიდევ უფრო მეტი დესტაბილიზაცია მოახერხოს უკრაინის სახელმწიფოს, იმიტომ რომ ეს გეოპოლიტიკური ხედვა, რაც ამ გუნდს აწლეულებია სხვადასხვა მოსინჯვით, ხან რუსული სამყარო დაარქვეს, ხან ევრაზიული კავშირი და რაღაც ევრაზიული ხედვა, მაგრამ საერთო ჯამში ნებისმიერ ამ ხედვაში უკრაინის საკითხი არის გადამწყვეტი. ამიტომ ამერიკელების გასვლა თუ მოხდება, ვეთანხმები უნდას, რაც აღწერა, აი ეს იქნება ყველაზე დიდი ალბათობით ის გზა, როგორც საერთაშორისო წესრიგი განვითარდება, უბრალოდ საიტწავო მე პროცესები, ეს არის საინტერესო, იმიტომ რომ ეს საერთაშორისო წესრიგი მარტო ამ პოლიტიკურ ურთიერთობებზე ადგას, ან ნორმატიული ბაზაც არის, ხელშეკრულებები არის, გაეროა, სხვადასხვა ინსტიტუტები არის, ეს ერთბაშა თუ ანუ ყველაფერი მოსულა, სქემა ძალიან ცუდი პრეცედენტი რა. განსაკუთრებით სავალალო დღეში აღმოჩნდებიან ჩვენერი სახელმწიფოები. მცირე დაუცველი სახელმწიფოები, რომლებიც არბიტრაჟი არ დარჩებათ ფაქტობრივად გარშემო საკუთარ ინტერესები ამენებენ. გადამწყვეტი ძალა არის მაშინ. აბსოლუტურად იქნება ძალას დამოკიდებული. ჩვენ ისტორიაში სამწუხაროდ კარგი მაგალითი არ გვაქვს ესეთი ეპოქების რა. როდესაც მსგავსი ცუდი ტრანსფორმაცია ხდებოდა საერთაშორისო წესრიგის, ყოველთვის ზარალდებოდით, გამონაკლისი ჯერ არ ყოფილა რა. იცი როგორ არის რომ აი მაგალითად ესე ცდელობა მშვიდობიანი მაშინ სოფლიოს ევროპას ეძახდნენ რა თქმა უნდა კოლონიალისტური პოსტკოლონიალისტური იყო კოლონია არა ჯერ კიდევ კოლონიალისტური არა იყო რა ბოდიშს ვიხდი ამიტომ ხა ნუ ლიბერალურად ნუ გამიჩით მაგრამ 1915 წლის ვენის კონფერენციამ თქვა რომ ევროპაში ხა მშვიდობა სოფლიოს ეძახდნენ ევროპაში და დაამყარეს კიდევაც ხა გლობალური ომი არ იყო ამ სისტემის რღვევამ მე მოიტანა ორი მსოფლიო ომი ერთმანეთზე მიყოლებული ხა მეორე მსოფლიო ომი რო შეხედო პირველ მსოფლიო ომის გაგრძელება კონცეპტუალურად რო დააკვირდე რა შესაბამისად ეს სისტემები რო ირღვევა რამდენადაც ყარი არ უნდა იყოს და ეს სისტემა არსებობდა რა დაახლოებით 80 წელი რა მაშინაც იარსებო როგორც ეხლა 80 წელი არსებობს მეორე მსოფლიო ომის ძალიან დიდი კატაკლიზმები მოყოდა მე ამას რა და არის ეს ციკლი 70-30 როგორც ისტორიკოსები ამბობენ რომ 70 წელი სტაბილურობა 30 წელი დესტაბილიზაცია 60 და არის ეს ისე რა ქვია რთული დროების მიერ შექმნილი ძლიერი ადამიანების მიერ სტაბილურობა, მე მათ მიერ შექმნილი სუსტი ადამიანების მიერ შექმნილი პრობლემები. ანუ ეხა ჩვენ ისე შეტაბილობაში გვჩება რომ ის მსოფლიო სამყარო, განსაკუთრებით რომელიც სტაბილურად ვითარდებოდა, თქვათ აი 90-იანებიდან 2000 სადღაც 5-6 წლამდე, ხო, სანამ რუსეთი და ჩინეთი დაიწყებდნენ იმას რა ქვია, გამოსვლას იმაზე, რომ ჩინეთმა ბევრად უფრო რა თქმა უნდა თავისი როლი აიღო და აქ ნეგატივს სასახად ვერ ავიღეთ, მაგრამ რუსეთმა ნეგატიურად. ეს სამყარო აღარ არის დღეს, ეს ფაქტია, თვალი უნდა გაუსწოროთ რა. ის რომ ამერიკის პრეზიდენტი გამოვიდოდა კანადას და გრენლანდიას 4 წლის მერე შეიცვალოს აღარ იქნება. გავიგე, მაგრამ ეს არ დაიმარხება არსად.
ევროკავშირი დღეს უკვე პრეცედენტი აქვს. ვეღარ ენდობა იცის რომ მე ტრამპის ძმა რო აერჩიონ შვილი ან ბიძაშვილი რო აერჩიონ ან ვიღაცა ეგეთი ივანკა რო აერჩიონ. ვიცე-პრეზიდენტი. ხო, ვინსი რო აერჩიონ, ხო? ანუ მიხვდა ყველა რა, ჩინეთიც მიხვდა. რუსეთი ახლა რას ფიქრობს, ხო, ყველაზე მაგრამ აი ხა ამას თუ გრენლანდია უნდა, სადღაც არის, მე რა უკრაინა ვერ უნდა წავიღო, კაცო? სად შენი გრენლანდია და სად ჩემს, ხო? ბოლო-ბოლო უკრაინა რუსული და ასე ვთქვათ აღმოსავლეთ სლავური ეთნოსის დაბადების ადგილია, ხო, კიევი ქალაქი, ხო? ხო, რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, რატო არ შეუძლია? მასე თუ შევხედოთ, ხო? თუ ძლიერი სიმართლე შემოვიდა და არა ნორმატიული, როგორც გიორგი თქვა, აგებული რაღაც წესრიგი დავარღვიეთ, მაშინ ჩვენ ვარ ძალიან ცუდ დღეში. იმიტომ რომ ჩვენ არ ყავს მოკავშირე. აქ ახლა რო გავუყოთ, ხო? სომხებს ასე თუ ისე ყავთ ის რუსეთიდან, ნუ ის რა კაილობი ყავთ საფრანგეთშიც და მუშაობენ და იმაშვებიან. აზერებს ყავთ საკმაოდ მოძლიერებული და ასე ვთქვათ, საკმაოდ კარგად მომზადებული, თუ ჩვენ ვინ ყავს? ყავდა, მაგრამ სადღაა, ხო? დღეს საფრთხეების ის გამოქვეყნდა ხო ნახეს ან და დასავლეთი უფროა საფრთხეთა ხსენები ვიდრე რუსეთი. ანუ ახამდე მივედით, ეხლა ჩვენ უკრაინაზე ვლაპარაკობთ, უკრაინა თუ ვერ დალაგდა ნორმალურად, ისე როგორც წესით უნდა დალაგებულიყო, ჩვენ ამას გადავყვებით ბატონო. ანუ სამწუხაროდ ამათ ხელში გავხდებით, აი ყველაზე კარგი შემთხვევაში. აქ საინტერესო თემა არის, ვიცი რომ გეჩქარება ერთ კითხვას დააგისვენა, გაგშვა, ანუ ოცნების პროპაგანდისტი შალვა-რამიშვილი ამბობდა, რომ უკრაინის დაგებაო, ჩვენ გვაწყობსო, კაცო, მოგება კი არ გვაწყობსო. არ ვიცი ხარ რა ლოგიკას დემდა, მაგრამ ვიღაცები მართლა გულშემატკივრობენ რუსეთის გამარჯვებას და ამ ხალხს აუხსნა ორი სიტყვით, რუსეთის გამარჯვება უკრაინაში რას გვიქადის ჩვენ? პირველ რიგში რუსეთის გამარჯვება, მოდი დავიწყოთ იმით, რომ ჯერ ავხსნი და მე გეტყვი კომენტარს ბატონ შალვას განცხადებას. რუსეთის გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა თუ წაიღო უკრაინა, საქართველოს დესერტად აითვისებს რა. ამ ხელა ქვეყანა თუ გადააყლაპინეს, მაშინ საქართველოს აღარაფერი აღარ არის. აი რა ლოგიკაში ჯდება, რომ ვიღაცები საქართველოში რუსეთის გამარჯვებას გულშემატკივრებენ? ეს ერთი. მეორე არის ის ამ ყველაფერში ის, რომ აი ხა აი იგივე საფრთხეების შეფასების ის რო არის და ეს შალვას ძალიან დიდი ხანია ქართული ოცნება გარკვეული წარმატებით აიგივებს საქართველოს პარტიასთან. როცა ბატონი შალვა ამბობს, რომ ჩვენ გვაწყობსო რუსეთის გამარჯვება, ის აბსოლუტურად მართალია. ოღონდ ერთი პატარა დათქმით. ის მართალია როგორც ქართული ოცნების ლობისტი და არა როგორც საქართველოს სახელმწიფოებრივი ლობისტი. როცა ანრი ოხანაშვილის დოკუმენტი ამბობს, რომ ჩვენთვის დასავლეთია მთავარი საფრთხე, ისიც მართალია. ოღონდ ეს არის არა საქართველოს საფრთხეების შეფასება, არამედ ქართული ოცნების, როგორც მართლობაში მყოფი ძალის საფრთხები. ქართული ოცნების დღეს დემოკრატია და ლიბერალიზმი და ევროპა და ნორმალური ცხოვრება deep state, ხო? თურმე deep state ყოფილა ყველგან, სადაც კაი ცხოვრებაა, ხო? მეც მინდა მაშინ deep state. ხო, ეგ კი ბატონო. ეს არის რომ აიგივებენ საკუთარ, ანუ ვიღაცა რო გალანძღავს შალვა პაპუაშვილს, ამბობს რომ საქართველოს ესხმიანო თავსო. საქართველოს გარე შენ გესხმიან თავს, როგორც არაკვალიფიცირებულ პოლიტიკოს და კორუმპირებულ მერუსეთუმეს გესხმიან თავს, მაგიტო. მაგრამ საქართველოს ესხმიან თავს, ხო? აი ეს გაიგივებებია შალვასიც, იმიტომ ჩვენ მართალია აწყობთ მათ რუსეთის გამარჯვება. იმიტომ რომ ბევრად უფრო ეშინიათ ცივილიზაციური გამარჯვების, იმიტომ რომ ყველაფერზე პასუხისგაცემა მოუწევთ. ხო არა, თვითონაც არ იქნებია ეჭვი აქვს. რა თქმა უნდა, რაცა ბოლშევიკები რო შემოვიდნენ აქ 21-ში, დაახლოებით 60 წელიწადში მშულავერის კომიტეტში, იმის იყო ყველა კედელთან დააყენეს. არავის არ ჭირდება არც აქ თუ რუსები შემოვიდნენ, დაგიყენებენ სამხედრო გუბერნატორს. არავის არ ჭირდება ბიძინა ივანიშვილი ან თუ გინდა ირაკლი ყობახიძე, მაგრამ ამას რომ მიხვდებიან, უკვე კედელთან იდგმებიან და ქვეყანა უკვე დაღუპული იქნება. ეს ძალიან გვიან. გასაგებია, მადლობა, ნოდარ დავემშვიდობები, ეჩქარება და მადლობა და ბოდიში მე. გიორგი ანთაძესთან გავაგრძელებ საუბარს და შეჯამებას ამ თემის, უკრაინის თემის. ჩვენ ნახეთ პირობები, ხო, რაღაც რომელიც თავს თითქოს ტრამპის თავაზობდა უკრაინას და რუსეთს შეთანხმებას, მე იყო იქ რაღაც ევროპელების მიერ ჩამოწერილი პირობები. შენ როგორ წარმოგიდგენია, რა პირობებზე შეიძლება იყოს ისეთი, თუ არსებობს რაიმე ისეთი პირობები, რომელზეც დღეს აი რაღაც ორივე ქვეყანა შეთანხმდეს მშვიდობას. არსებობს ასეთი რამ. აი ძალიან რთულად წარმოსადგენი არის, იმიტომ რომ მან უნდა ჩაერთოს იძულების მექანიზმი, ან ერთი მხრის მიმართ, ან მეორე მხრივ. ცალსახარი ყველაზე მინიმუმ სანამ ევროპა გვერდში უდგას უკრაინას და ეს დახმარება უფრო მზარდი იქნება, რაც რო გავა, უკრაინა ეს სტრატეგიულ ხაზს არ გადაუცნობს. რა გამოდის ახლა რასაც რუსეთი ითხოვს, ეგ არის იმ პირობების დაკმაყოფილება, რაც ომის დაწყების წინააღმდეგ. ეს არის გამარჯვების გაფორმება, ეს არის კაპიტულაცია და ეს არ არის მარტო უკრაინის კაპიტულაცია. ეს არის ასეც ნოდარმა ისა აქამდე არსებული საერთაშორისო წესრიგის, უსაფრთხოების მთელი არქიტექტურის, ევროპის, ლიბერალური მთელი სამყაროსი და
აქამდე ასაც არსებული აი ამ ყველაფრის, რა ქვია, საერთაშორისო ურთიერთობებში, რაც ქმნიდა ამ ნორმატიულ ბაზას, ამ ყველაფრის კაპიტულაცია იმ ქვეყნების ღერძის წინაშე, რომლებიც ამ საერთაშორისო წესრიგის გადახედვის, ასე ვთქვათ, ინიციატორები არიან. პირველ რიგში ეს არის, რა თქმა უნდა, რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ასე შემდეგ. ისინი ვინც უკმაყოფილები არიან იმ როლით, ამ სახელმწიფოების როლით, რაც მათ აქამდე ჰქონდათ. შესაბამისად, მათი გამარჯვება ეს ნიშნავს ნებისმიერი მცირე სახელმწიფოს მარცხს, რომლებიც განსაკუთრებულად გეოგრაფიულად ისე ცუდ ბრჭყალებში, ასე ვთქვათ, ლოკაციაზე იმყოფებიან, როგორც საქართველო, ხო, აბსოლუტურად მოკავშირის გარეშე ვართ. ეხლა სწორედ თქვა, სომხეთს აქვს, ასე ვთქვათ, ასე თუ ისე მაშველი რგოლი, რომელიც ყოველთვის მუშაობდა. აზერბაიჯანს საუკეთესო მოკავშირე თავისი ჯარი ყავს, იმ რესურსებთან ერთად. და თურქეთი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ბედის ანაბარა დარჩენილები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული სიტუაცია იქნებოდა საერთოდ ქართულ ოცნებას ესეთი გადახოვა რომ არ გაეკეთებინა, არც ის ილუზია არ მაქვს, რომ ჩვენთვის მარტივი გეოპოლიტიკური სიტუაცია იქნებოდა, ეს ჩვენ ძალიან მძიმე ვითარებაში იქნებოდა, სულ ოპოზიციასაც გაიმარჯვა ამ არჩევნებზე რა. ეს პრობლემები არც წავიდოდა, მაგრამ რაც შეიძლება უშუალოდ მოლაპარაკებას, ეს მოლაპარაკება ამ ეტაპზე ჩემის აზრით განწირული არის. ყოველ შემთხვევაში იმ პირობებით, რაც ახლა სახელდება რა და ყველაზე რეალისტურია ამ მომენტში. მე მაინც გონია, რომ შეიძლება აი ომის პირველი ფაზის დროინდელი მოვლენები განვითარდეს. ანუ 14-15 წლებს გულისხმობ, როდესაც უბრალოდ აი თვითონ გაჩერდა რა სიტუაცია გარკვეულ შეხების ხაზებზე. არაფერია, ხო, რეალური რაღაცაების შედეგები ამას არ მოყოლა, იმიტომ რომ რუსეთს ეხლა აქვს საკმაოდ მძიმე ეკონომიკური სიტუაცია, თვითონ არ მალავენ ამ ციფრებს საერთოდ. ძალიან ღიად საუბრობენ, არც რუსეთისთვის არ იქნება მარტივი ამ ომის გაგრძელება. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც რჩება იმდენი რესურსი, რომ მინიმუმ 1 წელი, როგორც სხვადასხვა ვთქვათ კომენტატორი აფასებს, რომ დაახლოებით აი ესე გაგრძელდეს ეს სიტუაცია. ყველაზე ნაკლებ სავარაუდო ამ შემთხვევაში მაინც არის, რომ აი რაღაცა ის კარგი სცენარი უკრაინისთვის დაждდეს, რაც შეიძლება ჩვენ ყველას გვინდოდეს. ეს ამ ეტაპზე ფაქტობრივად გამორიცხულია, იმიტომ რომ ორი მომენტია რა. ეს ვითარება ამ პოლიტიკურმა ხაზმა უნდა გაარღვიოს, ან სამხედრომ, ხო? ანუ ბრძოლის ველზე ისე უნდა გაიმარჯვო, რომ მე პოლიტიკურ დივიდენდში გადათარგმნო, ან ზემოთა დონეზე, პოლიტიკურ დონეზე რაღაც ისეთი უნდა შეიცვალოს და დაждდეს კონფიგურაცია, რაც ასე ვთქვათ, დააკმაყოფილებს შენს იმეებს, მოთხოვნებს. არც ერთი ეს პირობა არ არის. სამხედრო თვალსაზრისით მეტნაკლებად სასწორი არის. პოლიტიკური თვალსაზრისით კიდე ეხლა ხო, სტრატეგიულ გამარჯვების წინაპირობას ვერ ქმნის ბრძოლის ველზე და აი პოლიტიკურში კი უყურებთ, აი რაშიც მიდის და მე არ ვიცი ხა ტრამპს რის იმედი ქონდა, რომ ალბათ ეს გარკვეულად ყველა სხვა მის გამოვლენებასთან ერთად მისი ეგოს კიდევ ერთი გამოვლენა. აი იქ ზელენსკიზე მოახდენს ეწოლას, ეხა პუტინს ემუქრება, შენზე მოახდენს ეწოლას. სიმღერაში იმდენი რამე დევს ფსონზე, რომ ამის გადაწონა მარტო ტრამპს აი ესეთი ჩაძახები და იმით არ გამოვა. ამიტომ ხელშეკრულებას აქვს ძალიან ისეთი მყიფე პერსპექტივა და მე ვფიქრობ რაღაცების მოდიფიცირება უეჭველი დაჭირდება. განსაკუთრებით ცალსახაა რომ თვითონ კრემლი აი საკუთარ თამაშს თამაშობს, ანუ თავის ინტერესების მაქსიმალურ რეალიზაციას ცდილობდნენ და არაერთხელ მე რომ მკითხო ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს ამ მოლაპარაკებებში სხვადასხვა ასე ვთქვათ წარგზავნილი მომლაპარაკებები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და არ გამოურიცხოთ რომ მე ტრამპი ადგენს და უბრალოდ იგივე საგარეო პოლიტიკურ ამბავში სხვა მიმართულებაზე გადაერთოს იქ ირანის საკითხია გასვლა საინტერესო არა მართლა რა ხო შეიარაღების მოლაპარაკებიდან გასვლას თუ შეიარაღების დახმარების შეწყვეტა იქნება მძიმე დარტყმა მაგრამ არა ისეთი რომ უკრაინის ჩამოშლა მოყვეს აი ამ იმას რა და მე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში ამ იმედი მაქვს ამერიკული სამხედრო ისტებლიშმენტის მაინც რა იმიტომ რომ ამ დახმარებაზე და ამ გადაწყვეტილებებზე გარდა პოლიტიკური ნაწილისა ის სამხედრო გენერალიტეტი ამერიკული პირდაპირ გავლენას ახდენს რამშტაინის შეხვედრები იმართება ხო სადაც ჩვენს ფორმულად ვესწრებით ხოლმე ეს მაინც სამხედრო ადამიანების ის არის სხვანაირად უყურებენ ამ ბრძოლის დროს და არ მგონია რომ ესე გაწირონ უკრაინან რომ აი ეს რაღაცა ან შეიძლება ისე შეუზღუდონ მიწოდება რომ ეს შეზღუდვაც დიდ პერიოდზე გავრცელდეს ანუ ერთბაშად კი არ შეწყდეს როგორც აქამდე იყო როგორც აი ძველი გრანტების ათვისება და ძველი დახმარების ათვისება გარკვეულწილად იქამდე გაზარდონ სადაც ევროპა თავის წილს კიდევ უფრო არ გაზრდის აი ამ კონფლიქტში და ყოველ შემთხვევაში ესეთი წინაპირობაა მეტად. ხო, ანუ ამსით დღეს ისე ჩანს, რომ ევროპას უკეთ ესმის რუსეთის რასაფრთხე მოდის ვიდრე ამერიკას. ხო, ანუ ტრამპი ხშირად იმეორებს, რომ ხა ოკეანეა ჩვენ შორის, ამიღება რა ხა პირველი სოფლიო ომის დროსაც ოკეანე იყო და მეორე სოფლიო ომის დროსაც ოკეანე იყო. მაგრამ ბოლოს ორივე ომში მოუწია ჩართვა. ხო, ზუსტად კი, ძალიან ეს არის, რა ქვია, მე თქვენ ეთერებშიც მითხავს და მე ინაუგურაციამდე ერთ-ერთი მე პირველი ვიყავ ის დავწერე და ვივარაუდე რომ ამერიკამ პოლიტიკას აერჩევდა ეს ჩინეთთან ურთიერთობის კონტექსტში
ანუ ისტორიულ თვალსაზრისით რო შეხედო, ახალი არ ხდება რა. ყოველ ჯერზე ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის რაღაცა მაშველი რგოლი ვიცი რაღაც გარკვეულ მომენტში გამოუჩნდებოდა, რომ კოლაფსი არ მოხდარიყო, ან ასე ვთქვათ, აბსოლუტური განადგურება, იმიტომ რომ ეს ამხელა კონტინენტზე ათავისუფლებს სხვა ძალებისთვის არეალს. ეხლა საერთაშორისო ურთიერთობები, აი ბუნების კანონი მოქმედებს ჩვეულებრივ. ძალთა ბალანსი თუ მოირღვა და რაღაცა ციცარიელი გაჩნდა, აუცილებლად ვიღაცა ამოავსებს რა. აი ყველაზე კარგი თვალსაჩინო მაგალითია რა მოხდა ერაყში ამერიკელების გასვლის მერე, ხო? მოირღვა საერთოდ რეგიონი და ISIS-ი გაჩნდა, ის გაჩნდა, ირანის პოზიციები გაძლიერდა, რუსეთის პოზიციები გაძლიერდა, სირიაში შევიდნენ, ამდენი წელი აკონტროლებდა, ასადის რეჟიმი გადაარჩინეს და ჩინეთი თავის სტრატეგიული კულტურას რაცაა დამახასიათებელი, აგრძელებს ამ თავის პოლიტიკის გატარებას და წარმოვიდგინე მისი თვალსაზრისით ოკეანიდან როცა ამას უყურებ, რას ხედავ შენ, რომ რუსეთი თუ საბოლოოდ ეხა ასე თქვა ჩამოიშალა, ჩამოინგრა, მე რა იქნება, რა პერსპექტივა იქნება ჩინეთი როგორ ისარგებლებს ამით და ამიტომ ოლოდინი იყო ეხა მე დარწმუნებული შენ ალბათ შენს არ გჯერა იმის რომ ტრამპი ზის და რაღაც ეხა იმ რაღაც გეოპოლიტიკის რაღაც თეორიებს კითხულობს და რაღაცა ანალიზებს ანვითარებს ხო ამ თვალსაზრისით მე მგონი ყველაზე გამოუცდელი პრეზიდენტი არის ამერიკის ეხა ისტორიაში დაწყებული ეხა ნოდარ მაიზენჰაუერი ახსნა მეტნაკლებად ყველა ასე თუ ისე აზზე მოსული იყო აი საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით თვითონაც ქონდათ გარკვეული ხედვები რა და ეს ადამიანის სხვა ბექგრაუნდითაა და მე დარწმუნებული ვარ რომ ის გუნდი ვინც ამ დღევანდელი რესპუბლიკური ადმინისტრაციის უკან მუშაობს ეს მათი ნაფიქრი იყო რომ რაღაც ეს პოლიტიკა უნდა განხორციელებულიყო მაგრამ რუსეთთან ხო ვიცით ესეც ისტორიული გამოცდილება რომ ესე მარტივად არ ხდება ესეთი ამბების დავაგება. გუნდზე რა სადაც ეხლა ტრამპმა თქვა რომ პირველ ვადის დროსო ჩემ გუნდსო ვებრძოდიო და ეხლა ამერიკას და მსოფლიოს მართავ. ანუ ეხლა თანამოაზრება თვითონ ქვეყნის შიგნითაც და იგივე. ჩემი გუნდი მებრძოდა და მაშინ მართლაც აბალასამდე ხო ის ეხლა პომპეო და სხვები ასე. თან ეხლა თვითონ ეს განსხვავებულ აზრზე იყო. ამერიკაში ეხლა რაც ხდება ეს ცალკე კვლევისაგანი უნდა იყოს კიდე რა ამ ტექნოგიგანტების გავლენა პოლიტიკაზე საერთაშორისო ურთიერთობებზე ის მასკი ხან იმ გერმანიის არჩევნებში ერევა ხან რუსეთის განცხადებები ესეც ახალი ფენომენი არის რა. კი ბატონო, მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. გიორგი ანთაძე იყო ჩვენი ბოლოს სტუმარი, ჯეოკეისის მკვლევარი, ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა. მე ხვალამდე